ბამბის ჩადებისას ხელები უნდა იყოს სუფთა, ანუ დაბანილი უნდა გქონდეთ ხელები. დაბანილი თუ არ გექნებათ ხელები, გემო წამოიღებს რაღაც ძალიან სულ მყრალ გემოს. ორთქლი წამოიღებს უფრო სწორად. ხო, ეს არის ჩვეულებრივი ალიენი, სპირალი. არის ალიენი. სამი ჟილა აქვს შიგნით და ზევიდან დახვეული აქვს მავთული. ესე გავუყრი ბამბას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბამბა უნდა მოძრაობდეს შიგნით, მაგრამ თავისუფლად არ უნდა მოძრაობდეს, მჭიდროდ უნდა იჯდეს სპირალში და ისე მოძრაობდეს სპირალში ბამბა. არ უნდა იყოს გაჭედილი, ისე რომ ბამბის გამოწევის დროს სპირალი დაიგრიხოს საერთოდ და არ გამოვიდეს ბამბა, მაგრამ ბამბა უნდა იყოს სავსე სპირალში. ახლა ამას ჩავდებ უცებ. და ფეხებს ახლა ამ ბაქში დავარცხნა არ ჭირდება, დავარცხნა რას ქვია? აი, ესე დავარცხნა, ანუ სად არის? რო დაგანახოთ. აი ესე დავარცხნა, ანუ გამოხშირვა შიგნიდან. შიგნიდან გამოხშირვა. ამ ბაქს ეს არ ჭირდება, ზოგიერთ ბაქს ჭირდება. ამ ბაქს ეს არ ჭირდება, მით უმეტეს. იმ სითხეზე, რომელსაც მე ვხმარობ, ეს იქნება ზედმეტი. მე არ ხმარობ სქელ სითხეს. აი ესე ჩავაფინე ბამბა. ანუ სპირალი მთლიანად შევსებულია ბამბით, ოღონდ გაჭედილი არ არის ბამბა სპირალში. სპირალში გაჭედილი რო იყოს ბამბა, უბრალოდ ბამბა ვერ მიაწოდებს სპირალს სითხეს კარგად და გვექნება დამტვრის გემო ყოველთვის. და დავასრულებ. დასრულება ხდება ესე. 1-2 წვეთი ბამბის ფეხებზე და 1 წვეთიც სპირალს მოკლე ფაერი, ანუ ესე ძალიან მოკლე დროით დავაწვევი ფაერ რელაქს, იმისთვის რომ სპირალმა შეიწოვოს შიგნით. ეს სითხე. აი ესე. და გავუკეთებ ახლა ამ ბაზას თავის რეზერვუარს და ჩავასხომ სითხეს შიგნით. ეს ბაკი არის 4.5 მილილიტრი. დევადობს 4.5 მილილიტრი ჩადის. ამ ბაკის დავწმინდე სპირალი, გავრეცხე ბაკი. გავრეცხე ბაკი და ეხლა ავაუთხლებ.